ზოგადად როდესაც ადამიანები გეგმავთ მომავალს, ყოველთვის ვცდილობთ გავითვალისწინოთ რაღაც კონკრეტული თავისებურებები, ხო? რეალურად როდესაც გვინდა რაიმეს ყიდვა მაგალითად, ვცდილობთ გამსაზღვროთ ბიუჯეტი, ვცდილობთ ნახოთ, დავათვალიეროთ კარგად თვითონ ნივთი, როდესაც მივდივართ სასეირნოდ მაგალითად, ვცდილობთ გადავამოწმოთ ამინდის პროგნოზა. იგივენაირად როდესაც ვგეგმავთ თუნდაც დაორსულებას, ვცდილობთ ჯერ ჯამთელობაში ვიმოწმოთ და შემდეგ უკვე დავგეგმოთ. ანუ რეალურად ადამიანი მაქსიმალურად ვცდილობს ყოველთვის, რომ წინდახედული იყოს და ყველაფერი დაგეგმოს. თუმცა ადამიანის ეს დაგეგმვა არის შედარებით უფრო ნაკლებად ეფექტური იქიდან გამომდინარე, რომ ადამიანი ვერ განსაზღვრავს წინასწარ, არ იცის რა მოხდება მომავალში. მაგრამ შეუძლია გრძელვადიანად დაგეგმვა. შესაბამისად, ესეთ სიტუაციაში ძალიან სასარგებლო არის ელექციური ასტროლოგია, რომელიც ითვალისწინებს ყველა მომენტს, რაც შეიძლება მოხდეს ადამიანის ცხოვრებაში და გეგმავს მაქსიმალურად ეფექტურად, ანუ უფრო ეფექტურად ვიდრე ადამიანი, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება იყოს გადაცდომები, თუმცა თუ დრო ზუსტი არის და ასტროლოგიც კარგი შეგხვდებათ, ზოგადად შედეგი იქნება ძალიან კარგი. იმიტომ რომ ადამიანთან შედარებით ასტროლოგია ითვალისწინებს ძალიან ბევრ მომენტს ადამიანის ცხოვრებაში, რაც შეიძლება მოხდეს და რაც შეიძლება ადამიანმა ვერ გათვალოს. ასტროლოგია შეუძლია ამ ყველაფრის გათვლა. შესაბამისად, როდესაც საქმე მივა თუნდაც რაიმეს შეძენაზე, ასტროლოგიას შეუძლია შეარჩიოს კარგი პერიოდი. თუნდაც სახლის ყიდვაზე, როდესაც მიდგება საქმე, ასტროლოგიას შეუძლია შეარჩიოს კონკრეტულად ყიდვისთვის კარგი პერიოდი. შეგიძლიათ დაგაზღვიოთ იმ მხრივ, რომ არ მოგატყუოთ არავინ ყიდვის პროცესში, შეუძლია იგივენაირად გადახედოს, ესე ვთქვათ, შესყიდვის მომენტის არჩევის შემდეგ პერიოდებს რამდენიმე წელი, 1, 2 ან 3 წელი მაინც გექნებათ თუ არა ფინანსურად პრობლემური წელი და შეარჩიოს ზუსტად ისეთი დრო, როდესაც არ იქნება მომდევნო პერიოდებში პრობლემა იმდენად რადიკალური. თუ მაგალითად დააპირებთ დაორსულებისთვის კარგი პერიოდის შერჩევასთან ერთად ასტროლოგიას შეუძლია მომდევნო პერიოდი, ის მომდევნო 9 თვე ნახოს, რამდენად იქნება სამედიცინო პრობლემები, რომ თავიდან აირიდოთ ბავშვთან დაკავშირებული რაიმე სირთულეები, თუნდაც მშობიარობასთან დაკავშირებული სირთულეები, შეარჩიოს კონკრეტული ქალაქი, კონკრეტული თარიღი, კონკრეტული პერიოდი, როდის იქნება ყველაზე კარგი თუნდაც მშობიარობა. ანუ ასტროლოგიას შეუძლია დაგეგმოს ბევრად უფრო ეფექტურად, ვიდრე შეუძლია დაგეგმოს თვითონ ადამიანს. ერთადერთი რაც აუცილებელი არის, საჭირო არის ადამიანის დაბადების ზუსტი დრო, ზუსტი საათი და ზუსტი წუთი.